რატომ უნდა წავიკითხოთ წერლები, რომლებიც სულ თავის თავზე წერენ? მოქმედებაც არ არის და ამით არის უნიკალური. ასე იძიებდა შურს როგორც წერალი. ქალს აქვს მუდმივად შეკითხვები და კაცი ამ შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა. თუ გინდა ქალი სამუდამოდ გააბრაზო, უნდა უთხრა, ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ეს ხურჯინი შეიძლება პანდორას ხუთად გადაიქცეს. როდესაც შენ ადამიანს ეუბნები, რომ არ მიყვარხარ, ან მეზიზღები, ამის როგორც წესი, არავის არ ჯერა. იკრძალავ ჩემზე წერას. ხო, კი. შეთვის მასალა არ ვარ. და აქაც მივდივარ თოიდიპოსთან. ხო, ღალატი. როგორ ეტყვის, ვერ ეტყვის. ლაპარაკობს ხშირად იმიტომაც ამდენს რომ რაღაცები არ თქვას. მაშასე მაქს ფრიში. მოგესალმებით. ტრადიციულად ხვდებით ისევ ერთი წიგნის გარშემო. დღეს მე და ლაშა შემოგთავაზებთ მაქს ფრიშის მონტოქს და სანამ მაქს ფრიშზე ვილაპარაკებთ, მინდა გთხოვოთ, რომ დააფოლოვოთ ჩვენი არხი, ჩვენი პოდკასტი. მაშასე მაქს ფრიში. და მისი მონტოკი, რომელიც ქართულად გვაქვს თარგმნილი, მაია ფანჯიკიძის მიერ. და ეს არის უცნაური რომანია. ეს არის რომანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი ბოლო რომანი, თუ არა მთლად ბოლო, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის 70 წლების რეზიუმირება, რომანი. ხო, რეზიუმე მართლა, 70 წლების ბოლოს არის დაწერილი. და პრინციპში ეს არის ავტობიოგრაფიული რეფლექსიაც ერთი მხრივ. ეს არის რომანი დღიური, რომანი ეკო, გარდასულ დღეთა, სადაც ფრიში არ მალავს და საბურბულში არ ახვევს იდუმალების და მეტამორფოზების თავის პერსონაჟებს, როგორც ის ამას აკეთებს განტელბაინში, ან შტილერში, ან თუნდაც სომო ფაბერში. აქ პირდაპირ ბოლოს და ბოლოს ახსენებს თავისი ცხოვრების უმთავრეს და უდრამატულეს სიყვარულს ინგებორგ ბახმანს, მაგრამ როგორი რომელზეც სხვათა შორის თვლიდა, რომ მასზე უკეთესი მწერალი იყო და პოეტი. ცხადია. და ეს კაცისგან ადვილიას აღიარება. თან ფრიშისნაირი კაცისგან, რომელიც საკმაოდ ისეთი რთული ხასიათის კაცია, რთული შვეიცარელი კაცია ეს ადამიანი და მონტოკი ეს არის პრინციპში არც თუ ძალიან ახალგაზრდა კაცის მონათხრობი, ფრიშია ეს კაცი, ვინც ალბათ გვიყვება ამ ამბავს, მწერალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მონტოკი არის ადგილი, ინდიელები უწოდებდნენ ერთ-ერთ ადგილს ლონგ-აილენდთან და იქ ხდება თითქოს მოქმედება, მაგრამ მოქმედებაც არ არის და ამით არის უნიკალური ეს ტექსტი. იქ არის ახალგაზრდა ქალთან ერთად, ახალგაზრდა პრინციპში ლინი, რომელთან ურთიერთობა, რომელიც არ უყვარს. გახსოვს იქ ამბობს კიდეც, რომ ხო მე არ ვარ შეყვარებული. და ეს ლინი არის ენობრივი, მათ შორის არის ენა, ინგლისური ენა. როგორც ბარიერი. ხო, როგორც ბარიერი პრინციპში, იმიტომ რომ მაქს ფრიშისათვის ეს ენა არის, ეს არ არის მისი ენა, მაგრამ აი პირობით თავებს ის უწოდებს. არამშობლიურ ენაზე ძალიან რთულია ადამიანთან ხუმრობა და გალანწვა. მთელი გულით. ხო, ცხადია. რაც არის ურთიერთობების ფუნდამენტი ქალსა და კაცის შორის. ხო, შემდეგ ნიუანსები, მით უმეტეს აი ასეთ უაღრესად ინტიმურ სიტუაციაში და სადაც არის სიყვარული, თუ არ არის ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიან დიდი და ახლებური და ემოციური სიახლოვე გაჩნდა, მაგრამ აქ არის ბარიერი ენის, თან ფრიში როგორც ჩანს იქ იმიტომ რომ ლინი შენიშვნებსაც ეუბნება ხო ზოგ შემთხვევაში რომ თლად კარგად ინგლისური არის ის და ამიტომ აი ეს უხსიტყვიანი ფრიში გერმანულში არის ძალიან შეზღუდული თავისი ემოციების გამოხატვის დროს ინგლისურად ბუნებრივია მაგრამ აი ამ პირობით თავებს ის ანაწილებს ის არქმევს
ინგლისურად სათაურებს უმეტესწილად ეს არის პრინციპში კამერტონია, ეს არის ერთგვარად რაღაცეთი გარკვეული მინიშნებები თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ესა თუ ის ეპიზოდი ცოტა მისავე კითხვარზე პასუხებს გავს შემდეგ ხო ფრიშის კითხვა არის ცნობილი სადაც ვითომ და შეკითხვა საერთოდ ფრიში ხო შეკითხვას არ სვამს მისი შეკითხვა მართალი კითხვის ნიშანია მაგრამ ეს უკვე პასუხია შეკითხვაში უკვე გაცემულია პასუხი მაგრამ მე მქონდა ხო იცი ერთი პერიოდი ეს გართობა რომ მინდოდა რომ მე ვინც მაინტერესებს იმ ადამიანებს გაეცათ ამ კითხვებზე პასუხები და მქონდა ასეთ წარმოდგენა რომ ამით ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებ მათზე სწრაფად და მოკლე დროში შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს და ლინს შეკითხვები აქვს და ამ ხრივ მე ვფიქრობ ისეთი ძალიან კლასიკური სქემაა მონტოქში არის გოგონა არის მასზე უფროსი მამაკაცი მისთვის უცნობი, მაგრამ საინტერესო მამაკაცი, რომელსაც თან არ აქვს საკითხული ფრიშის ნაწარმოებები. ფრიშის ამ გოგოს არ აქვს საკითხული ფრიშის ნაწარმოებები. მე წლების მერე ხო შეხვდებია და რაღაცა წიკითხულობს. ხო? და გაცნობის მომენტში არის ის. ხო, და აი იცით რა აქ ორი პერსპექტივაა, რა, ამ შემთხვევაში ესე შეგვიძლია ვთქვათ. ფრიში, რომელსაც რაღაცა ვებერთელა გამოცდილება აქვს უკან. მათ შორის უტრაგიკულესი სიყვარულის ვიმეორებ. მათ შორის ინგებორგ ბახმანთან და მის ცოლთან და სხვა ვებერთელა აი ხურჯინით არის მოსული, რომელსაც არ ამხელს და არ წხსნეს, იმიტომ რომ ეს ხურჯინი შეიძლება პანდორას ხუთად გადაიქცეს, რომზე რო ლაპარაკობენ, გახსოვს აქ ეპიზოდია და არ მოვყევიო, რასაკვირველია, არაფერი არ მithქვამს, რომში ყველაზე საშინელი სიკვდილის შესახებ. ლინთან ლაპარაკის დროს მონტოქში. აქ ის გულისხმობს იმ გებორგ ბახმანის ტრაგიკულ სიკვდილს რომში. ეს შეიძლება ვიცოდეთ, შეიძლება არ ვიცოდეთ. ყოველ შემთხვევაში ფრიში ამას არ აგვიწერს, მაგრამ ეს არის ვებერთელა დრამატული სამყარო, რომელიც ძალიან მცირეს აჩვენებს ლინს საკუთარი თავისგან. ამ ხრივ მე რაღაცნაირად მახსენებს ეს ესეთ კლასიკურ ევროპულ ლიტერატურას, მათ შორის ისეთ ეპოსის პერიოდის ლიტერატურას, სადაც ქალს აქვს მუდმივად შეკითხვები და კაცი ამ შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა. იმიტომ რომ პასუხი რომ მიიღოს ქალმა, ამ შემთხვევაში ლინმა, შესაძლოა დაინგრეს ეს ქალი. მე რატო ვახსენე კლასიკური ეპოსი? გამახსენდა ლოენგრინის. მაგალითად იგივე იგავი, სადაც ლოენგრინს ელზამ არ უნდა კითხოს, ბოლოს და ბოლოს საიდან არის ის. და როდესაც და რა ჰქვია მას? ანუ ჭეშმარიტად ვინ არის ის? და მწერალი თვითონ უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, რომ ასე მონოლოგის რეჟიმში იყოს გულახდილ. თუ გახსოვს მონტოქს აქვს პარაგრაფად წამძღვარებული მონტენის ტექსტი გულახდილობაზე, რომ მე მოვყვები და თქვენ შეიძლება ჩემი ნაწერიდან მეტი გაიგოთ ჩემზე. და სწორედ ამას აკეთებს ფრიში, არა ურთიერთობა, არა დიალოგში, არამედ ტექსტებში. ალბათ ეს არის მწერალი კაცი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე წერდა და მაინც გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი შვეიცარიელი მწერალი, მეორე შვეიცარიელი კონკურენტი მას ყავდა დიურენმატი და ცნობილი ხუმრობა ამ ორივეზე, რომ გული უსკდებოდათ, რომელიმეს არა იყო ნობელის პრემია და ცოლი ხუმრობდა ფრიშზე, რომ როცა აი ეს ერთადაც რო ისვენებდნენ, მეგობრობდნენ, ხან და ხან ტრობდნენ, რთული ურთიერთობა კლასიკური ორ კარგ მწერალს შორის, დაწყნარდა ორივე გაზეთში რომ ნახეს, რომ არც ერთმა არ მიიღო ნობელი. ერთჩინა არც ერთს არ მიიღო, ვიდრე რომელიმეს შვეიცარიის სახელის დრამატურგი ორივე ცნობილი შვეიცარიელი ავტორი აქ მონტოქში ხუმრობს კიდეც რომ ზოგჯერ რომ ცნობენო ხო დიურენმატი თქვენი პიესამ ნახეთ მოხუცი ქალის ვიზიტიო და დიურენმატის პიესას გულისხმობენ და არაფერი ფრიში დიურენმატი ერთ და იგივეა თუ რაღაც ასეთი საერთო აქმისათვის ამიტომ არამერი კავშირი არ აქვს მათ არაფერს გაგვანან არ გვანან და თან ჩვენც გაქვს ასეთი რო ერევი ხოლმე სხვა ქართულ მწერალში. ეს კრებითი ქართველი მწერალი. წერლის ყევლა. რაღაცა საერთოა ამასთან. ხო და ერთი სიტყვით აი მონტოკი არის რაღაცნაირად აი ამ ორ პერსპექტივაზე. ანუ ისევ და ისევ აი რაღაცნაირად ეს ელზას სინდრომი, მოდი ასე ვთქვათ, შეკითხვა არ უნდა დაისვას, იმიტომ რომ ადამიანმა ყველაფერი რო გააცხადოს და გააშიშულოს და პრინციპში ეს რაღაცნაირად ისეთი ლაიტ მოტივია ფრიშის ლიტერატურისათვის, იმიტომ რომ ჰომოფაბერიც შეიძლება გაგვახსენდეს აქ, ხომ შეიძლება აი ეს სუბიექტი, ქალი, თუ კი ინგებორგ ბახმანი არ არის, რომელიც ამას გაუძლებს
სანამდეც ეს არის შესაძლებელი, შესაძლოა დაიფერფლოს. და ეს არის ლოენგრინის მოდელი, სადაც ლოენგრინი თავის სახელს იტყვის და დაინგრევა ყველაფერი, სადაც მითოლოგიას და პრინციპში საბერძნეთს ახსენებს მუდმივად ფრიში მონტოქშიც და მნიშვნელოვანია ეს საბერძნეთი სტრუქტურებს იღებს ანტიკური ლიტერატურიდან ხო ოიდიპოსიდან აბარა და იმიტომ რომ ანტიკურობაშიც არის ეს იდუმალება, სამყარო, გაცხადება და ეს მწველი შეხება და მუდმივი დანაშაულის გება რომელიც როგორც ჩანს აქაც წესია აქაც ეს არის ხო იმიტომ რომ საბერძნეთი რატო გამახსენებთ რომ იქაც გახსოვს სემელეს მითი როდესაც ზევსი ყვარობს სემელეს სემელეს შეუჩდება ჰერა რომ ათქმევინე თავისი ჭეშმარიტი სახელი და მთელი თავისი სიცხადით დაგენახოსო და ბოლო ზევსი მას დაენახება მთელი თავისი სიცხადით სემელეს და სემელეს დაწავს და შემდეგ აი ამ ცეცხლში დაინახავს დიონისეს ნაყოფს რაღაც ასეთი ეს ძალიან შორიდან არ მინდა რომ ამ ტექსტს მოუარო მაგრამ მონტოკის ამბავი არის რაღაცნაირად ამ მოდალობაში ჩემ მასშტაბი ტრაგიზმის მასშტაბი ახალგაზრდა ჭკვიანი ქალი მაგრამ ფრიშისათვის ის არის რაღაცნაირად ობიექტი ზედაპირული ობიექტი მისგან ბევრი არაფერი არ უნდა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ რომანის კითხვისას რომ გავიაზროთ არაფერი ამ გოგონასგან იმაზე მეტი არ უნდა ვიდრე არის მისი მშვენიერება და შეიძლება გამყოფთვალს ესეთი მიზოგინური პერსპექტივაა ხო ხო აი სახის დანახვაც კი რამდენჯერ მე ჩანს აი სახეც უკანეს წითელი თმები რომელიც მოძრაობს საკმარისია რომ აი სილუეტის და მონახატის და მონახაზის დონეზე ყავდეს და ეს დრამატულია ლინისტვის აქაც ამაშია რომ ესეც არის არა სუბიექტი სიყვარული არამედ ობიექტი რომელიც ისევ საკუთარ თვითრეფლექსიაში დაგეხმარება აბარა, ეგოისტია და საკუთარი პერსპექტივით კითხულობს ამ ქალსაც. რომანის ისტორიის, ანუ ამბის მოყოლა რთულია, იმიტომ რომ პრინციპში ეს არის არ არის სიუჟეტი ეს ხო უბრალოდ სადღაც მიდიან ძირითადი ხაზი არის ხო ამერიკაში ყოფნა ოკეანის პირას სამზარეულოში როგორი ვიწრო სამზარეულო აქვს ამერიკაში ცხოვრებაზე რაღაც იგებ ცოტა რაღაც კულტურულ განსხვავებებს თქვა შვეიცარელს რა შეიძლება თან მაქს ფრიში თავიდან აი ომის პერიოდშიც კი შვეიცარია რა იყო ანუ ერთადერთი ქვეყანა რომელსაც ფუფუნება ჰქონდა დამკვირვებლის როლში ყოფილიყო და არა ხარის და მაქს ფრიშაც ჰქონდა ეს ფუფუნება რომ ყველანაირ ტოტალიტარულ უბედურებას საბჭოთა კავშირში იქნებოდა ეს თუ გერმანიაში დაკვირვებოდა შორიდან და მას საბჭოთა კავშირში ხო აღარც უშვებდნენ იმის მე რაც მიხვდა რომ ჩაიდო და მე სოლჟენიცინზე მოაწერა იმ მემორანდუმის ხელიდან აქტიური იყო და რაც მთავარია მას არ ჰქონდა ეს რაღაც გერმანელებს რო ატყუებდნენ საბჭოთა კავშირში მიიპატიჟებდნენ და მე ხან აგენტად აქცევდნენ და ხან ატყუებდნენ და ისინი მე ჩამოდიოდნენ და აქებდნენ საბჭოთა კავშირს და კომუნისტურ წყობას ფრიში არის კარგი როგორც გერმანელები იყვნენ კარგი ბეობახტერი და ამიტომაც კარგი მწერალი და არ გაწუხებს რომ სულ თავის თავზე წერს ახლა ეს აქაც ამბობს გახსოვს მონტოქში რომ იმ ხალხს ჰანაკი არ ერქვა ანუ იმაზეც რომ ნამდვილ სახელს თავის ებრაელ შეყვარებულს ვინც იყო პროტოტიპი ჰომოფაბერში ჰანასი ამასაც აქ უკვე ხსნის ნამდვილ სახელებს ამაზე პრობლემა ქონდა ჩვენ კნაუსგორზე ქონა გახსოვს გადაცემა და სულ გვაქნება ალბათ ხშირად ეს თემა რამდენად არის ცხოვრებზე წასვლა, რომ ასახელებს წერალი თავის ცხოვრების ადამიანების, ვინც მის ბიოგრაფიას ქმნის, იმათ ნამდვილ სახელებს და გვარებს და მე აქვს მუდმივი პრობლემა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან. და ალბათ აი ამასაც ტესტავს, რომ ისი გაგება შეუძლებელი. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ხედავენ ამ ტექსტი, თავის სახელი და გვარი დაინახა და აღარ აინტერესებს მე ხა ლოენგრინის მითია თუ სტრუქტურაზეა, სასამართლოზეა, უსამართლობაზეა თუ მის ტრაგიკულ ბედზე. ხო, არ არის უნდა იყოს ვერსია. წერლის ვერსია. და რაც თავარია აქაც მონტოქში რა არის ჩემთვის მიმზიდველი. მოდიში არ დაგაბძეს ესაზრი გახსოვს აქ მონტოქში ცოლი ეუბნება რომ გიკრძალავ ჩემზე წერას. ხო, კი. შეთვის მასალა არ ვარ ლიტერატურული. ნუ მა პერსონაჟები ცნობილი. კი. შენც ხსმენია. შენზე. და შენც. ნუ მა პერსონაჟები. იმიტომ რომ პერსონაჟი უკვე სუბიექტივის გამორიცხავს შენ. დაკვირვების ობიექტი ხარ ხდები და რა თქმა უნდა ეს ადამიანებს არ სიამოვნებთ, იმიტომ რომ თუ გინდა ქალი სამუდამოდ გააბრაზო, უნდა უთხრა ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი.
და ამ ტექსტში როგორც მოცემულობა და აქაც რა თქმა უნდა აი ეს ჩემთვის საინტერესო იყო მისი სირცხვილებზე წერაც არის ლოგინა ჩავარდნილი ქალი რომ არ ნახა რომ ის ხშირად იქცევა არასწორად ხო აი სანამ გამოქვეყნდებოდა წერილები იგივე ბახმანთა სულ იყო ეს აზრი რომ მაქს ფრიში ექცეოდა ცუდად მაგრამ მე აღმოჩნდა რომ თვალდასეც არის ხო ინგებორგ ბახმანთან ურთიერთობა არის მისთვის ალბათ ყველაზე რთული საინტერესო ქალსა და კაცის შორის ურთიერთობა თუ შეიძლება რამაც მე მალინა შვაცალკეც და აქეთ მხარეს კიდე უამრავია ესეთი რომანი ჩანაწერი და ასე შემდეგ ხო განტენბაინში რაზე გაბრაზდა ბახმანი რომ განტენბაინში უთხრეს არ დაწერა მაინც ჩანს რომ თავის თავი ამოიცნო და რა თქმა უნდა ამაზე გაბრაზდებოდა მაგრამ არ იყო ესე რომ ბახმანს უყვარდა და მაქს ფრიშმანი ატოვა წერილებიდან ჩანს რომ შეიძლება ითქვას პირიქითაც იყო ინგებორგ ბახმანი რომელზეც ალბათ ჩვენ დიდი ავსტრიელი ავტორი პოეტი და უნდა გავაკეთოთ ალბათ მასეც და მას რომანიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე პოეზიაც და ეს იყო ადამიანი რომელიც ასევე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ძალიან ტრაგიკულად დაიცვალა იყო სულ ანტიდეპრესანტებზე და დამამშვიდებლებზე და მაქს ფრიში ამბობს რომ სიგარეტის ძლივს მიუხვდიო რომ ეს დამწვარი ადგილები რომ რა ჭირდა ვერ ვიგებდი აღმოჩნდა რომ სიგარეტი უქრებოდა და იმდენად სხეული დავიწყებული ქონდა და აქ ჩვენ უნდა ვახსენოთ რომ ეს სხეულთან გაუცხოება და საკუთარ ფსიქოლოგიურ მესთან გაუცხოებას ბრეხტისეული მაქს ფრიშსაც აქვს აბსოლუტურად გვერდზე მყოფის გაუცხოებული პერსპექტივით აკვირდება თავის თავსაც და აქაც აი ბახმანზე ჩანს რომ ბრეხტაც ის პირადად იცნობდა და მეგობრობდნენ კიდეც. კი. როდესაც მაქს ფრიში ჯერ არქიტექტორი იყო და არა მწერალი ესეც. აქვე უნდა ვთქვათ რომ არანაკლებ კარგი არქიტექტორი იყო, თუმცა მასაც თავიდანვე, როდესაც პირველად ჩააბარა ფილოლოგობა უნდოდა და ლიტერატურას ცოდნეობდა, მე მამის კვალს გაყვა და მე ისევ გადაუხვია მამისი და როგორც კი საშუალება მიეცა არ ყოფილიყო არქიტექტორი მიუხედავად იმისა რომ ციურიხის აუზი საკმაოდ კარგი ფრიშის აუზი ფრიშის არის და ასევე ის იყო ოშკურა თუ რაღაც ქვია ასე ხო და კიდევ ერთი ძალიან სასაცილო მომენტი მინდა გავიხსენო რაღაც თმების შამპუნების თუ რაღაცის ბიზნესმენს უკეთებდა სახლს რომელსაც მე რაღაც პრეტენზიები ქონდა და დასაჯა იმით რომ პიესაში დაარქვა ამ კაცის გვარი ბიდერმანი და სამკიდებლები აი ასე იძიებდა შურს როგორც წერალი რომ ახსენებდა პირდაპირ მათ ხო ბახმანი და ფრიში პრო მნიშვნელოვანია ეს და ხო ბახმანი და ფრიშის ურთიერთობა არის ალბათ ტექსტებით პოლემიკა რომანს უპასუხა განტენბაინი მალინა და სიგარეტის ნამწვავიც რატო მახსენებს რატო იქცა ფატალურად ეს სიგარეტის მოწევა ბახმანის შემთხვევაში და რატო ახსენებს ბახმანის შემთხვევაში სიგარეტი იქცა მისი სიკვდილის მიზეზად ან ჩაუმქრალი სიგარეტი და უგულებელყოფა თავი დაიწვა ასე გამოვიდა და ამიტომაც გავისერეს სემელე დასაწყისში ხო ზუსტად და ალბათ თვითმკვლელობა იყო თუ შემთხვევა უბედური მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მისი თვითმკვლელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მას საკუთარი სხეული შეიძულა და უარი თქვა, ხო? ამიტომ ამას შეგვიძლია დავარქვა თვითმკვლელობა და ხო, ასე შეგვიძლია უარყოფა, ხო, საკუთარი და მალინაში ეს ჩანს, მე მგონი. და ნუ პრინციპში მიხვება ფონად მონტოქს აი ეს რეტროსპექცია, რეფლექსია, სწორედ აი ამ დაკარგული სიყვარულის და ტრაგიკული სიყვარულის და შემთხვევით არ გიხსენებია ლინთან უკვე სხვა ბოლო შეყვარებულს უღალატა მაგრამ იმაზეც ის ხო მაგრამ ის კიდე ნუ ერთი სიტყვით ფატალური ქალი მის ცხოვრებაში ხო ინგებორგ ბახმანი და შემთხვევით არ არის როდესაც არ ვახსენე შემთხვევით რომ კაცი როცა გაღიარებს როგორც შემოქმედს ნუ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ 70-იან წლებია თან და 60-იან წლები როცა ეს ქალის უფრო დიდ მწერლად აღიარება დიდი მწერლისგან არ არის ახლა ადვილი და ადვილად გასატარებელი ამბავი ხო და გახსოვს აქ ფრიში წერს რომ ხშირად ხვდებოდიო რომ აი ეს 50-იან წლების ბოლოს აი ცნობილი ჯგუფი 47 სადაც ბახმანი იყო უკვე დომინანტი მაგს ნომინებდა რომ არ სიამოვნებდა ჩემი იქ მისვლა სვეცკი
უფრო ფრიში, იმიტომ რომ სხვა მეგობრები ყავდა. ხო, იქ ცელანის და ხო, ცელანი და ცელანთან პაულ ცელანი დიდი პოეტი და ასევე ტრაგიკული და ასევე მანაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე სენაში გადაეშვა პარიზში. პოეტის ვალია. ხო, როგორც თვითმკვლელი არა, ნუ ეს ფაქტია, ხო, გალაქტიური შეგვიძლია გაგვახსენდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის რაღაცა ის ორი იმგვარი სამყარო და მე მაინც მგონია რომ ფრიში დიალოგშია ბახმანთან მუდმივად ჩართული და ეს დიალოგი იწყება გალტელბაინიდან. ახლა შენ დამასწარი რომ ეს არის ერთადერთი ქალი რომელთანაც არის დიალოგში. სხვა ყველა მისი და შენთვის მინდოდა მეკითხა, აი გზაში რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რომ უნდა ვკითხო მეთქი რატომ უნდა წავიკითხოთ წერლები ამ შემთხვევაში მაქს ფრიში რომლებიც სულ თავის თავზე წერენ. სულ თვითრეფლექსია. არანაირი ამბავი არ არის, როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ რომანებში, რაღაც დიტილოებში, მით უმეტეს რაღაც 4 სივრცითი და დროითი ამბავი მაინც უნდა იყოს, ფონი, პოლიტიკური, კულტურული, აქ მაინც სულ არის თვითრეფლექსია, მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარს კითხვა. მე მქონდა საყვარელი მაქს ფრიშის ესეთი ფრაზა, რომ აი გულახდილობას ეხება ესეც, რომ რითი შეიძლება შეინიღოს, აი თარნუნგრა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რომ პირველი რითი შეიძლება ინიღბებოდეს არის რაღაც ემოციების გამოხატვა, რომლის უკანაც დგები და სინამდვილეში რას ფიქრობ კაცმა არ იცის, მეორეს არის იუმორი, მუდმივად იუმორით, პასუხი, როცა ქალს შენთან ლაპარაკი უნდა ან სამყაროს, ან უფროსობას, ან ბიუროს და მესამე ეს არის, როცა სრულ სიმართლეს ამბობს. ამას მე მამარდაშვილიც ავითარებს ამას. ამის არავის არ ჯერა. როდესაც შენ ადამიანს ეუბნები, რომ არ მიყვარხარ, ან მეზიზღები, ან სიმართლეს პირში ეტყვი, ამის როგორც წესი არავის არ ჯერა. და ამიტომ შეიძლება იყოს ნიღბის საუკეთესო ფორმა ილაპარაკოს სიმართლე. ხო და აი როგორ ფიქრობ, რატომ უნდა ვიკითხოთ ადამიანს, რომელიც სულ თავის თავზე წერს? და სულ სიმართლეს და არავის არ დიალოგშიც, ხო, მაგას არავის არ ჯერა, საქმეც ეს არის, ტრაგიზმი. ამიტომაც ვახსენე იგივე ლოენგრინის ეპოსი, სადაც ლოენგრინი ბოლოს და ბოლოს ამბობს სიმართლეს და ყველაფერი სრულდება. და იგივე აი ეს მითი დიონისეს დაბადების და იგივე მუდმივი დაბადება და მუდმივი ბრაზი ამ ჭეშმარიტი სახის დანახვის შემეცნებისას. ამ შემთხვევაში ფრიშის მისამართით. ამიტომაც რატომ წერს და რატომ ვკითხულობ? იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვცნობთ. და იმგვარად ვცნობთ, რომ ეს არის ძალიან, აი ტრივიალურად რო ვთქვათ, ძალიან ნიჭიერად ეს ყველაფერი მოწოდებული. ფრიში ყოველთვის იგონებს ფორმას. ფრიში ხო ფორმის მწერალია. გარდა იმისა, რომ ის არის საოცრად ემოციური, მასთან ყოველთვის სტრუქტურა გეომეტრია. მას აქვს ასეთი დეტალის მოხელთება. მას აქვს ასეთი პიესა დონ ჟუან ანუ გეომეტრიის სიყვარული. ხო, თვითონ არქიტექტურია. მომდა ააგოს, ის აგებს შენობებს, სიმეტრიულია ყველა მისი რომანი და ფორმით არის ძალიან მართლა ძალიან ეფექტური. ფრიში გვამახსოვრდება ფორმითაც. მონტოქშიც ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. მინიატურულია თითქოს, არა და როგორი ტევატია. გაიხსენე ისევ და ისევ, აი რომ დაუბრუნდეთ განტელბაინი. ხო, განტელბაინი, სადაც ეს არის რამდენიმე იდენტობა ადამიანს, ხო, უმთავრესი ოინი თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან დამაჯერებელი არის ის, რომ განტელბაინი თამაშობს უსინათლოს, ბრმას, მას სათვალები უკეთია და მან უნდა ისწავლობს, მას არ უნდა რომ სხვები ხედავდნენ, რომ ის ხედავს და ჯობია რომ არ დაინახოს და ახლა კი ჩვენ ხვდებით რომ მას არ უნდა რომ დაინახოს ინგებორგ ბახმანის დიახ მე ისევ და ისევ ჯიუტად ნამას ხო ღალატი და შენახსენე ფრიშისა და ინგებორგ ბახმანის წერილები და ესე ძალიან საინტერესო რომ სულ რამდენიმე წლის წინ გამოგვიყდა იმიტომ რომ აი ეს მოდელი სადაც ინგებორგ ბახმანი არის მსხვერპლი და ცხადია მსხვერპლია სხვადასხვა ფაქტორები და ფრიში კი მანიპულატორი აღმოჩნდა რომ აი ამ წერილებით ირკვევა რომ ფრიში არის სინამდვილეში ძალიან უბედური და უსუსური და სუსტი და უაღრესად შეყვარებული და ძალიან მოწყვლადი ვერ ვიტან ამ სიტყვას და აი ინგებორგ ბახმანი კი ინგებორგ ბახმანს კი რაღაცა იმგვარი უნდა ფრიშისგან რისი ძალაცა და ენერგიაც
ბოლოს და ბოლოს ფრიშ არ ყოფნის და უბრალოდ სტიქიასთან აქვს საქმე სტიქიასთან აქვს საქმე იმგებრგ ბახმანის სახით და მართლა ყოველგვარი მეტაფორიზმის გარეშე ამ სტიქის ნაწილიც ხდება თავისი აღსასრული დრომში ამისგან ახლა არასერი არ გამოვა ამისგან ხო მაგრამ გახსოვს ეს რა არის აი რატომ ცირე მე სულ განვიხილავ ამ ბოლო დროს და მე და შენ ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ მალინაზე ინგებორგ ბახმანის რომანის სადაც ინგებორგ ბახმანი ყვება ორ მამაკაცზე აი ამ რომანში ხომ ეს არის ქმარი თუ ეს არის საყვარელი თუ ეს ძალიან რთულია მათი მოხელქება მაგრამ აბსოლუტურად დარღვეული აქვს დროის კანონები იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი თითქოს და ერთ სივრცეში ერთ ბინაში ცხოვრობს ეს კაცი მასთან ერთად მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან იმიტომ რომ ეს ორი მისი მნიშვნელოვანი დარღვეული ქონდა ისედაც თვითონ დროის და სივრცის აღქმა და ამიტომ ეს ადვილად გამოვიდა. ხო, გამოვიდიოდა, მაგრამ ლოგიკა და უცნაური ფილოსოფიურობა ამ რომანის და ფსიქოლოგიზმი, სადაც შენ თანაარსებობ ორთან ერთად და ეს ორი ერთმანეთს არასდროს არ ხვდება, მაგრამ ისი აქ ავტორს ახსენებს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ნატურალისტურიც იყოს. ღმერთო ჩემო, სულ გვიჩნდება შეკითხვა, ეს ორი კაცი მართლა ერთად ცხოვრობს მასთან ერთად ბინაში? არა, მე ხო გვეძნება პასუხი რომ ერთად იყვნენ ზუსტად სასულების ხო, მაგრამ აქ ფსიქოლოგიურია ყოველთვის, იმიტომ რომ ფრიში არის და თან არ არის. განტელბაინიც, როდესაც ამ სამყაროს აღიქვამს, მას ურჩევნებს არ დაინახოს. თუ კი რატომ იკეთებს ამ სათვალეს, რატომ თამაშობს, რატომ იგონებს საკუთარი თავისაგან იმ პერსონაჟს, რომელიც ის არ არის, მაგრამ თან ისიც არის. აქ შეიძლება რაღაცერად ასოციაცია გაგვიჟდეს ალბათ ნიღბის ახსარებასთან, მიშიმას რომანთან, სადაც ასევე ნიღაბი ეს ნიღაბია, ოღონდ ეს ნიღაბია, რომელიც მაგიტომ ვახსენე, რომ აქაც როდესაც შენ ნიღაბი გაქვს, სიტყვიერი თუ სხეულებრივი არ აქვს მნიშვნელობა, უფრო მეტი შანსი გაქვს დაინახო მეტი ვიდრე ხედავდი თუ თვალხილული იქნებოდი და აქაც მივდივართ ოიდიპოსთან. აქაც აი ზუსტად. როცა ბრმას თამაშობ, უფრო იგებ შენს გარშემოს სინამდვილეში რა ხდება და იგებ რას გატყუებენ, ასეა. აბარა. და დაბრმავდე რომ დაინახო გახსოვს ეს შემზარავი ეპიზოდები, როდესაც იქ დაინახავს რომ რაღაც დამალავს წერილს. იქ საფერფლეს დამალავს, რომ მან არ იცის იქ საპარკმახაროში ყოფნას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მას გონია რომ უსინათლოსთან არის, ვერ მხედველთან აქვს საქმე. ყველაფერს ხედავს. დუნდები, როდესაც რაღაცას ხვდები რომ ვიღაც ვერ ხედავს, ისე იქცევი. რატომ აშინებდნენ ადამიანებს? მე მახსოვს შენთვის მოყოლი მაგ ჩემ ბავშვობაში ძალიან დამამახსოვრდა ბებიეჩემა რომ მითხრა რომ ბაბუჩემ რომ გარდაიცვალა ვიყავი 10 წლის და მითხრა რომ ზემოდან ყველაფერს ხედავს და ძალიან დიდი ხანი მჯეროდა რომ როდესაც თქვათ იმ ადგილებში ვიპარები ეზოდან სადაც ბებია მამიგზლა ბაბუა ხედავს მაგრამ მე ვიწყდები თავს რომ როგორ ეტყვის ვერ ეტყვის ეს კი აი ხო და ეს გიყურებს როგორ გონიერი ბავშვი იყავი როდიდან ხო და ეს გიყურებს ვიღაც არის კონტროლის მექანიზმი და აი მაქს ფრიში აქ ჩვენ გვთავაზობს მოდელს სადაც აბა რასიზმ თუ ვერ გხედავ ხო და ესთან და ამ დროს მიჩნდება შანსი დავინახო მეტი და ამისთვისაც და მონტოქში უკვე ეს ენაა როცა შენ ტელეფონზე ლაპარაკი გახსოვს ტელეფონზე ლაპარაკი როცა რა კარგია რომ არ ესმის ლინს რას ლაპარაკობს ის გერმანულად თავის ცოლთან ხო და აქაც ყოველთვის არის რაღაცა სივრცე ანუ დატოვებული სადაც შესაძლებლობა აქვს ადამიანს რომ არ გააცხადოს თავი იმიტომ რომ იგივე თუნდაც მისი სიბრმავე ნათამაშები ეს არის საკუთარი თავის იმ გვარ მდგომარეობაში ჩაგდება სადაც მას შეუძლია რომ რეაქცია არ მისცეს არაფერს ხო არ არის ვალდებული არ ხედავ და შესაძლოა რეაგირებაც არ მომიწევს ხო ესეც არის არ ხედავ და პრობლემას არ დავინახავ არა და ყველაფერს დავინახავ შევიმესტებ სინამდვილეში ილუზიაში არ ვიქნები ვერავინ ვერ მომატყუებს ხომ და არც მინდა რომ მოტყუებული ვიყო საბოლოო ჯამში და არის იდეალური მე გადავწყვეტ ამას აი ზუსტად მე გადავწყვეტ რა დავინახო და რა არა ამიტომ როდესაც ჩვენ გვიჩნდება კითხვები უნდა უთხრა თუ არა ადამიანს სიმართლე აქ ძალიან მნიშვნელოვანია განტენბაინი კონდეს წაკითხული და ვიცოდეთ რომ უნდა თუ არა მას ამის მოსმენა და მონტოქშიც ასეა როცა ყველაზე ნაკლები სირთულე ამ ლინთან ურთიერთობას მოყვება სინამდვილეში შეიძლება იმიტომ რომ ეს არის დაისში ცხოვრების და
ბიოგრაფიის ერთი და მეორე აქ არ არის აი ის დიდი ენერგეტიკული კავშირი, რომელსაც მეორე მოყვებას იმართლეთ, ყვილი დიალოგი და ასე შემდეგ. ხო, ეს არც დგას, ასე ვთქვათ, საკითხი არც დგას ასე, რომ ლინთან რაღაც უნდა გააცხადოს. მით უმეტეს, რომ აი გახსოვს ცოლის წერილი როგორი მეგონა რომ მეტყოდი რომ ჩამოდი ამერიკაში. შენ უნდა გეთქვა და არ მითხარი. და ვერ ხვდებოდი რომ ყვავილებს მე ჩემთვის ხედულობდი, ხო. შენ არ დამიძახე. ხდება ინტელექტუალური ალუზიები ძალიან ბევრ რაღაცასთან და თუნდაც მე მეგონა რომ შენ მიპასუხებდი რომ ზუსტადაც ამიტომ უნდა ბევრ სხვა დიდ ტექსტს გვახსენებს და წერლის თუ ვინმეს გონია რომ მარტო საკუთარ თავზე წერა უკვე მწერლობა, მაშინ ჩვენ აქ უნდა ვიცოდეთ რომ აი ესეთი დეტალები როგორც ჰომო ფაბერში შეუძლია მაქს ფრიშს დაინახოს აი ზაბეტის შეყვარებული თასმას როგორ უკრავს თავის გახსნილ ბოტაზე, აი სინაზის დეტალების სირთულის იმგვარად ჩვენება, რომ ჩვენ თვით იდენტიფიცირება მოვახდინოთ ტექსტთან. ეს გახდეს ჩვენი ამბავი. ჩვენ შეგვეხოს, აი ეს კუც გრძნობ. დაგამახსოვრდეს, რომ რა არის სიმპტომი, ხო? კი, იმიტომ რომ როგორი მარტივი წინადადება, რომელიც რაღაცა შეიძლება იქცეს დაგამახსოვრდეს. აი ფოლკნერს როგორი წინადადებებიც აქვს მაგალითად. ზუსტი და ძალიან დეტალი, რომელიც არის უზუსტესი და გაძლევს უამრავ საკუთარ ცხოვრების გადახედვის შესაძლებლობასაც კი. ხო, იმიტომ რომ ფრიში ხომ ალბათ მასთან ურთიერთობის სირთულეც ეს იქნებოდა შესაძლოა თუ კი მისი ლიტერატურული ტექსტებიდან გამომდინარე მასზეც ვიმსჯელებდით, რომ ის იქნებოდა ძალიან კონკრეტული ფორმულირებები. მისი ფორმულირებები არის ძალიან ზუსტი. ის საერთოდ ესე თქვა ვიჟა ბაზარის საშუალებას აღარ იძლევა. ხო, ეს არ არის თქვა თომას მანი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს, კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს ხშირად იმიტომაც ამდენს რომ რაღაცები არ თქვას. ხომ ისევ და ისევ. თქვით კიდეც, ხო, როდესაც ლაპარაკორათა არ თქვა და აქ არის არა, აქ ზუსტად ჰომო ფაბერიც ხო რაღაცა ისეთი მშრალიე და ზუსტი დეფინიციები და ჰომო ფაბერის კონცეფციის შესაბამისად მონტოკში მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. მონტოკი ისევ და ისევ ეს არის რაღაცები თითქოს და დღიური, პატარა დღიური რომანი, მაგრამ ეპიზოდები ალბათ დიდი რომანის მასშტაბის სიღრმესაც ატარებს. თუნდაც მეგობართან ურთიერთობა, ან ებრაელი საცოლეს გასულს იქ დილემა, იგივე ჰომო ფაბერში რეპლიცირებული, რომ ცოლად მოყავდა იმიტომ რომ ეწოდებოდა რახან ებრაელი იყო და შეიძლება დაეჭირათ. და შემდეგ ამის გამო შეიკავა თავი თუ არა და ეს სიყვარული იყო თუ სიბრალული და ფრიშერება სიბრალული და სიყვარული ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობარს ეხა გვარი დამავიწყდა, ვიცოდი უბრალოდ მაპატიეთ, გადავიღალე ბევრი გვარით, მაგრამ აი ეს ვისაც ახსენებს, მისი ნამდვილი გვარიც მე ვიცოდი მართლა ზე იწყება, მაგრამ ეხა უცებ გადამვარდა თავიდან, მაგრამ იმას არ ახსენებს ნამდვილი სახელი და გვარით, იმიტომ რომ აი მისგან რაღაცა ძალიან დიდი აი სოციალური ხო, მენტორი და ადამიანისგან ფული აიღო, მიიღო და განვითარდა და მისი მწერლობა გახსოვს დღიურებიდან დაიწყო. და აი ამიტომ ეს დღიურის წერაში წიპმოჭრილი კაცია და ხო, ეს როცა გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომის დროს წერდა და შემდეგ პიესების. კი. ხო, ასე რომ შეიძლება ძალიან ისე აბსტრაქტულად და ამორფულად ვისაუბრეთ მაქს ფრიშზე, მაგრამ ასეთი ტექსტია, რომელიც ტექსტს კითხულობთ, მაგრამ კითხულობთ ასოციაციას. მე გონია, რომ აი მოკლე შინაარსის მოყოლა რა ხდება. ამისთვის უკვე კაცობრიობას აქვს ChatGPT. და ჩვენი მიზანი ალბათ ერთი წიგნის არის, რომ რაღაცნაირად მოვანდომოთ წაკითხვა. უთუოდ. იმიტომ რომ დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ამდენი ინფორმაციის პირობებში ისეთი ნელი რუტინის შემოტანა საკუთარ ცხოვრებაში, როგორც არის ტექსტთან ჯდომა და ამით ტკბობა. ნელა წაკითხვა, იმიტომ რომ ბოლოში გახვიდე. ბავშვობაში მე ესე ვკითხულობდი, რომ დროზე ბოლოში რომ რა ხდება. და მე უკვე პროცესიდან იღებს სიამოვნებას და მე ვფიქრობ, რომ ფრიში კი, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, ფრიში არის აი ღამე რომ უნდა გედოს საწოლთან და ძილის წინ გადახედო ხშირად ტექსტებს და მონტოკიც ერთ-ერთი ასეთია და თუნდაც მოგინდეს თავადაც არა გამოსაქვეყნებლად, მაგრამ რაღაცა საკუთარი ცხოვრებაზე რეფლექსია ასეთი კონდეს. და იცი რა არის, ჰერმან ჰესეს ესეთი სიტყვები მახსენდება, რომ პროზაიკოსი აუცილებელია რომ იყოს ჭკვიანი. და აი ფრიში ეს არის ჭკვიანი. ავტორი
და საინტერესოა მასთან შეხვედრა და ძალიან არ ვიცი რამდენად მოვანდომეთ სხვას მონტოկვის წაკითხვა, მაგრამ ჩვენ კი ნამდვილად ახლაც რო გადავიკითხეთ, ალბათ ბევრი რაღაცა ხელახლა გავიაზრეთ და დავინახეთ. იმიტომ რომ პრინციპში რასაკვირველია ისწერს უნივერსალურ დრამებს ადამიანის. წარსული რა არის და ტექსტიც იგივეა, რაც წარსული. ის რჩება სტატიკაში, მაგრამ რატომ უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ შენ იცვლები და შენ იცვლება შენი დამოკიდებულება წარსულთან, ტექსტთან. ანუ 14 წლის ასაკში წაკითხული ფრიში ჰომოფაბერი და 28 და 48 უკვე სულ სხვადასხვა გაგება. ასე რომ დღეს ამ წიგს დაგიტოვებთ საფიქრალ წასაკითხად, მოგწერეთ თქვენი სურვილები, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თქვენი მოწერილი და გავითვალისწინებთ აუცილებლად და ჩავწერთ ამაზე პოდკასტებს. დიდი მადლობა თქვენ, ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა შენ ლაშა და გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე.